გასულ კვირას ფერადის სახლი კიდევ ერთმა მოთამაშემ სერგი ღვინჯილიამ დატოვა და ამ ტანის რიგებს ბოლო მოთამაშე ირაკლი ფხალაძე შეუერთდა, რომელიც სახლში შესვლის დღიდან აშკარად შეეცა და ამავე რიგებში სრულუფლებიან წევრად გაერთიანებულიყო. ამის გარდა გასული კვირა ფერად სახლში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და ხმაურიანი აღმოჩნდა. ამავე ხმაურს კი რამდენიმე სერიოზული მიზეზი ჰქონდა. მათ შორის პირველი მიზეზი კვირის დასაწყისში წამყვანის მიერ სანდროსა და გვანცას დანათესავების შესახებ გამოთქმული აზრი აღმოჩნდა, რამაც მალევე გააჩინა უთანხმოება სანდრო ჟღენცსა და ნატა გულიაშვილს შორის. დანათესავების შესახებ გაკეთებული განაცხადის შემდეგ გვანცასა და სანდროს შორის განსაკუთრებულმა იდილიამ დაისადგურა. უყურადღებობის გამო ნატა გულიაშვილს წამყვანმა მიკროფონი ჩამოართვა, რის გამოც მოთამაშეს ფერადის სახლის დანარჩენ წევრებთან საუბარი აეკრძალა. თუმცა საკუთარი აზრის გამოთქმასა და გადმოცემას იგი მუნჯური ჟესტიკულაციით მაინც ახერხებდა. ამავე მიმართულებით ნატა გულიაშვილი მალე ისე დახელოვნდა, რომ ამტანები უკვე უპრობლემოდ იგებდნენ მის საუბარს. საბოლოოდ კი მოთამაშე ისე შეეჩვია ახალ მდგომარეობას, რომ მიკროფონის დაბრუნების შემდეგაც დიდხანს ვერ ელეოდა მუნჯურ ჟესტებს. აგედა ხოთ ერთი გაეცინა ჯო. ანა. მე დავიწყებ უკვე. ახალი მოთამაშე ირაკლი ფხალაძე მალევე მოხვდა კურიოზულ სიტუაციაში. მას ჯერ დღის ბოლოს შტაბ-ეშტილებების ოთახისკენ მიმავალი გზა აერია და ამავე ოთახიდან გამოსვლისას რთულად მიხვდა საით უნდა წასულიყო. ბოლოში ნატა გააკეთებს და უი, მე უნდა გითხრა, რა ეს რაღაც კუდებზე და რაღაცებს. მე მორჩა. ამავე დღეს ფერად სახლში მოთამაშეებმა უკვე ტრადიციული ამტანი ინფო მოამზადეს, რომლის წამყვანის ამჯერად გვანცა პაპუაშვილი აღმოჩნდა, მუნჯ მეწყვილე ნატა გულიაშვილთან ერთად. ამავე გამოშვებაში მაყურებელმა ბრმა, ყრუ და უსინათლო წამყვანებიც იხილა. გამარჯობა სანდრო. ეთერში ვარ, ხო? კი, ეთერში ხარ სანდრო. ძირფასო ტელემაყურებლებო, გამარჯობათ. დღეს საით ვართ? აი ეგრე. აბა, ესე? ძირფასო ტელემაყურებლებო. გეტყვით რომ შვენიერი ამინდი გველოდება დღეს ღამე ჩვენ საით სწორად იყურები? კი, სწორად იყურები. აი იქით? იქით? არა, იქით. ხო, ესე იგი მინდა გითხრათ რომ ლიმნის ოთახში ხვალ იქნება 57 გრადუსი და მწვანე ოთახში იქნება 69. ბიჭებო, რა ხდება? ჩქარა, ბიჭებო. რა არის? ნახეთ რა არის ვანაში. რა არის? სახალში იყო შენში, ნახე. რა არის კიბორჩ ხალა თუ ისა რა? ობობარი, დიდი ობობარი. რომელი? აგი? შავი? ხო. დიდი ობობარი. ახლა ობობა. სხვათა შორის გასული კვირა იმითაც იყო განსხვავებული, რომ ამ ტანებს 2 დღის განმავლობაში წამყვანი მამუკა ღლონდი არ უნახავთ და ამავე დროის განმავლობაში ისინი არც გუდვილში წასულან. ამიტომაც 6-ვე მოთამაშე მხოლოდ ქალბატონი და ბატონი ხმების ამარა იყვნენ დარჩენილი. ასეთ მდგომარეობაში მათ მოულოდნელად აბაზანაში საშიშ მწერებთან შერკინებაც კი მოუხდათ. აბაზანაშივე იყო ვოკალური შესაძლებლობების დემონსტრირების ეპიზოდებიც. ამ მხრივ განსაკუთრებით სანდრო ჟღენტი აქტიურობდა. აბაზანის მიღმა კი კონსერვატორია დამთავრებული ნათია ბუცხრიკიძე ამ ტანებს დიდი მონდომებით ამეცადინებდა ხალხურ მუსიკასა და ცეკვაში. ჩამოვიარე წინძღარო სამხოში ვენახე ხوار და მომხეცთ. სამხაში თუ ძალიან ძნელია. ვენახე აი გუში მაგალითად პირველი ძირითადი სამუშაო გაგეცდა. მალე ფერად სახლში კიდევ ერთხელ შეიტანეს შავი ყუთი, რომლის შიგთავსიც ამ ტანებს ხუთლარად უნდა შეეძინათ. 2 დღის უნახავი წამყვანის გზავნილი მათ ამ თანხად არც თუ ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ შეიძინეს და მასში აი ასეთი რამ ამოიკითხეს. არ გავხსნათ? რა წერია? წერილი ამტანებს მამკა მონტისგან. ძირფასო ამტანებო. არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ ეს წერილი. გაუფრთხილდით ფულს. აჰა, მე პატივისცემით მუღლონტი. გიხარით, აი გარიაზა. ხოთ ყველა დასხდეთ, მხოლოდ
კილკა იქნება. მორიგი შავი ყუთის გახსნის უფლება ქალბატონმა ხმამ ნატა გულიაშვილს დაავალა. დანარჩენ ამტანებს კი სთხოვად დამსხდარიყვნენ. თუმცა მოთამაშეებმა ეს მითითება არ შეასრულეს, რაც წესების დარღვევად ჩაითვალა. იმისთვის რომ შავ ყუთში აღმოჩენილი 10 ლარი შეენარჩუნებინათ, ამტანებს შესთავაზეს 3 საათის შეუსვენებლად ეცეკვათ, თანაც ისე რომ ოთახიდან არ გასულიყვნენ. ასეთ არც თუ ადულ პირობას ამტანები საბოლოოდ არ დათანხმდნენ. იმისთვის რომ ყველაფერში კარგად გარკვეულიყვნენ, მომდევნო დღეს ფერაცალში მამუკა გლონტი ვიდეო ჩანაწერით შეიარაღებული შევიდა. ო ყველა დავსხდეთ, დააკვირდით. დააგზა. აი, ხედავთ? აი, უყურეთ ახლა ცეკვაზე ვენ ამბობს თანხმობას. თანახმოვარ თქვა ჩიგომაც, თანახმოვარ თქვა. თანახმოვარ თქვა. თქვენ ყველამ თქვით რომ თანახმოვართ და მერე დაეწყეთ პირობების დაზუსტება. თუ ამტანები წყლით სავსე ვედროდან ვაშლის ამოღება შეძლებდნენ, მათვე ვიტამინებით სავსე საკვებთან ერთად დამატებით თითო ვაშლზე 50 თეთრსაც მისცემდნენ. ვაშლებთან ბრძოლა ფერაცალში ასე მიმდინარეობდა. კარგად ძანდებოდეთ. Моя любовь, водопала коплю и к тебе доплыву, долечу, доеду. Рядом с тобой поселюсь, ты будешь рада такому соседу. Мы из России, народ простой, я тебе сразу скажу здорово. А ты улыбнешься и скажешь мне, я так ждала тебя, Вова. Я так ждала тебя, Вова. Я так ждала тебя, Вова. Ждала тебя, Вова. Я так ждала тебя, Вова. Я так ждала тебя, Вова. ვეტერანმა ამტანმა სანდრო ჟღენტმა გასულ კვირას არც სტრიპტიზზე თქვა უარი და საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას დანარჩენი ამტანების წინაშე ჩვეული ენერგიულობით შეუდგა. გასულ კვირას ფერაცალში ყველაზე ხანგრძლივი დისკოტეკა გაიმართა. ამტანები 6 საათის განმავლობაში გაუჩერებლად ცეკვავდნენ. ამის გამო მათ დამსახურებულად მიიღეს დაპირებული პრიზებიც. თუმცა საყოველთაო დისკოტეკას ვერ შეუერთდა აჩიკო ლაპიაშვილი, რომელსაც თამაშის წესების დარღვევის გამო წამყვანმა აბაზანაში ხანგრძლივი ტყვეობა მიუსაჯა. სასჯელს მოთამაშე ამტანურად უძლებდა. მალე პროექტის წამყვანზე განაწყენებულმა სანდრომ და გვანცამ საუბარი რეიტინგების შესახებ წამოიწყეს. მაყურებლისთვის ცნობილია, რომ მამუკა გლონტმა ნატა გულიაშვილს ნამდვილი ამტანი უწოდა, რამაც ზემოხსენებული ორი მოთამაშე აშკარად გაანაწყენა. ამიტომაც მათ ჩათვალეს, რომ წამყვანის ასეთი კომპლიმენტი სხვების რეიტინგებზე ცუდად იმოქმედებდა. თუმცა გვანცას და სანდროს ნამდვილად დაავიწყდათ ის ფაქტი, რომ მსგავსი კომპლიმენტებით წამყვანი ორივე საკმაოდ ათამამებდა. მაყურებლისთვის ისიც ცხადი იყო, რომ გასულ კვირას რადიკალურად შეიცვალა სანდრო
სანდროსა და ნატას შორის დამოკიდებულება, რაც მუდმივად ხდებოდა დავისა და კამათის საგანი. როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ საქართველოს ფოსტით შეტანილი გზავნილებით დაიწყო, რომელთა შორისაც სანდროსთვის გამოგზავნილი მაიკო მიქაბერიძის წერილიც იყო. მოკლედ, არც თუ უმიზეზოდ დაწყებული კონფლიქტი გასულ კვირას აქტიურად მიმდინარეობდა. შეხედე, ხოსერას ფეხებზე რო ეკიდო. გარბისი ღრიალეს ამ ყველაფრის შესახებ სანდრო და გვანცა ჯერ მშვიდად საუბრობდნენ. თუმცა სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დიალოგში ნატა გულიაშვილიც ჩაერთო, რომელმაც კამათში პროექტით აკრძალული უცენზურო გამონათქვამებიც გამოიყენა. მართლა შეიცვალა, გაიგე შენ. არ მინდა რა სილკი რა ნატა რა ძალიან გითხო რა. დავით სირკოთე დიმიტრი. ვაიმე. ოჩახ მაგინება, დედა მაგინება. გული არ ვამოხდი ყველაფერს რაც გულშობდე დედამიწას მართლა შეიძლება. კარგი გოგო რაგან არ ჩავთვლი დღეს და გუშინ სხვა მართლა ვაგერებ, მაგრამ ერთი კვირა თუ 5 დღე არ ვიცი ყველანაირად არ ვიცი რა. მე იაზმებოდი როცა შენ შემოგლი შენ გენაწვალი თითის წვერებზე დავდივარ ხოლმე შენთან და რა გასიამოვნო და რა გაგიხარო და რატო გადამეკიდა რა რამ შეცვალა შენი ურთიერთობა არ ვიცი. მინდა პროსტა რა. მე რო ცუდი ურთიერთობა მქონდა შეთან, ვაფშე ხმას არ გაგცემდი რა. და დიას ნატა ვიბარჯიშობთ კი არ გეტყოდი. ვაფშე ყურადღებას არ მოგაქცევდი რა. და არ ვიმსახურებ შენგან ეგეთ ნათქვამებს რა და გინებას მით უმეტეს კიდე. მე შენ გინება რა შუაში. ხოდა მაგრა გამითხრე რა, მაგრა მაწყენინე რა. მე მაგაზე ვთქვი. ხოდა მაგრა მაწყენინე ხო ვაფშე რო იცოდე რა. მას შემდეგ, რაც ამტანებს შორის ვითარება ცოტა განეიტრალდა, სამეულმა სანდრომ, გვანცამ და ნათიამ ნატა გულიაშვილის საქციელს ასეთი განმარტება მოუძებნეს. გოგონებთან იმის გამო რომ პროსტა პატარა დისკომფორტი არ აი შეუქმნეს. ჩემ შეყვარებულსაც ძალიან მიეჩვენებდი. ხო, იეჩვენება რა, მაგრამ ნატა ჩემი აზრით ამბობს სულ სხვა რაღაცას. ნატა არის სხვანაირი ტიპის ადამიანი. ესეთი არ არის, ნატა გახდა ბოლოს ესეთი რა. არ გახდა მერწმუნე რა. გახდა, ეხლა მე უკეთესად ვიცი რა. როდის გახდა რა. ამ და არა მხოლოდ ამ კამათის შესახებ სანდრო ჟღენტი ისე საფუძვლიანად ჩაფიქრდა, რომ მას სხვა მოთამაშეებთან ტრადიციულად გუნდურ ვარჯიში მონაწილეობის მიღების სურვილიც კი არ გაშენია. ვარჯიშის დროს ამტანი აი ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა. Нас генералами Песков зовут. Здесь наша жизнь, здесь наш приют. И 7 ветров нам колыбель поют. А слезы спать нам не дают. Нас генералами Песков зовут. И 7 ветров нам колыбель поют. ჯილეტის საჩუქრების მოსაპოვებლად მოთამაშე გოგონები დიდი სიამოვნებით შეეცადნენ სხვადასხვა წარმოდგენა გაეთამაშებინათ და პრიზებიც დამსახურებულად მოეპოვებინათ. მეეზოვეს კარატისტისა და ტერორისტის როლების განსახიერების გარდა სამივე ამტანმა გოგონამ კიდევ არაერთი მიმართულებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. შესანიშნავია, უკან მაყურებლებიც ჩანს. ვაიმე. ეს საერთოდ ჩვენ ტიტანიკიდან ავიღეთ. სპეციალური საზაფხულო შემოთავაზება ზაფხულისთვის. ნახეთ, აქ არის პედიკურის გასაკეთებელი საშუალება, თავის საცხთან ერთად, რომელიც თქვენ ფერი მოგწონთ. მალე ამტანები კიდევ ერთ თამაშში ჩაერთვნენ. ისინი საკვებს უკვე პირდაპირ ჰაერში იჭერდნენ. ეს წამყვანის მიერ სახლში შეტანილი კვერცხები აღმოჩნდა, რომლებიც მოთამაშეებმა მოგვიანებით გემრიელად მიირთვეს. არ გადააგდოთ ხალბატონ ნატა. შემდეგი ხალბატონი გვანცა და ბატონი სანდრო. ბრავო, ბრავო. და ისევ ნატა და ირაკლი. აი! როგორ დაიჭირე გვანცა? 7 კვერცხი, მაგარია. 7 კვერცხი მოიგერიეთ. შესანიშნავია.
მე მგონი ვერ მიხილავ ამ შაბათს გარეთ რა და დაგამშვიდებ ამითი რა. აი ამით, აი პროსტა მართლა არ მომსახურებ მაიკოსგან მე ესე წერილს რა. მალე ფერაცახში კიდევ ერთმა ნაღმმა იფეთქა, რომელიც როგორც აღმოჩნდა ამტანებთან შეტანილ სანეტის მესიჯებში იყო ჩადებული. მაიკო მიქაბერიძის მიერ ნატა გულიაშვილისთვის მიწერილმა წერილმა სახლში დიდი ხმაური გამოიწვია. ამ ყველაფრის შემდეგ ნატა გულიაშვილი განმარტოების ოთახში დიდხანს დარჩა და სიტუაციაში გარკვევასაც დიდხანს ცდილობდა. სუქანი ქათმისგან, რატომღაც სანდროსგან შეიცვალა ჩემდამი დამოკიდებულება და ვერ ხვდებოდი რატო შეიცვალა და მე მგონი დღეს მივაგენი ამის პასუხს. გვიან ღამით ნატა გულიაშვილმა დეტექტიური კვლევაც კი ჩაატარა და მისთვის შოკის მომგვრელ ფაქტებსაც წააწყდა. და იმაგის სამსახურიდან გზავნის მაიკო. იკაიფე 52-დან 2 მესიჯი მომივიდა ცუდი რა. მაიკოსი და თავის მიღაცის. კაიფე რა. თან ორივე ქართულად, იმისიც ქართულად არის. მე მომატყუებენ და ინგაქვია და გვარიც ვიცი და ეგა. აი ზუსტად ერთნაირი ნომრები აქვს. 62, 168, 188 და აი ვინ რას მომატყუებს პროსტა რა. 52-ში 2 ბანძი მესიჯი მომივიდა, ერთი მაიკო მიქაბერიძის და მეორე თავისი რძლის. აი პროსტა შენ თავს აი თუ ხვდებოდი ოდნავ მაინც აი რატოა ესე აგრესიულად განწყობი აი შენ ეგრე ვერ მასქენია პროსტა რაღაცა ეგრე ვერ ხვდები ვერ გაიგე რომ მაიკო უყვარს და აი მე აზე ხარ გოგო მართლა ეჭვიან მაიკო ეჭვიანობს ჩემზე და სანდროზე იკაი 14 ივლისს სანდრო ჟღენტი 23 წლის გახდა. იმისთვის რომ მოთამაშისთვის დაბადების დღე სათანადოდ აღენიშნათ, წამყვანმა ამტანებს ხინკლის გაკეთების უფლებაც კი მისცა. მანამდე კი ვიდრე რომელიმე მათგანი გუდულში წავიდო და ვიდილაშ დანარჩენი ხუთეული დაბადების დღეს ასე ულოცავდა. ამ დღეს საყიდლებზე ირაკლი ფხალაძე წავიდა, რომელსაც გუდვილიდან ამტანებისთვის უჩვეულოდ ბევრი პროდუქტის წამოღება მოუხდა. მასვე ჰიპერმარკეტიდან იუბილარისთვის ტორტიც კი გამოატანეს. აი, ერთი ცალი ეს. ორჩი. გულკი და შოკოლადი არის. დაბადების დღისთვის ხინკალს ამ მიმართულებით არც თუ დაოსტატებული ამტანები აი ასე აკეთებდნენ. კაუზის რაოდენობით გადმოვიღოთ ხინკალი. ჩვენერია, ჩვენი შესახედაობად არა უშავს. შეახვია ჩვენმა მუსიკოსმა. ცოტა უმია. გაბატონო ნატა. სხვათაშორის ხინკლის გარდა წამყვანი ამტან სანდრო ჟღენტს 3-დან 1 სურვილის შესრულებასაც კი დაჰყვირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მოთამაშემ მაიკო მიქაბერიძესთან შეხვედრა მოისურვა, რაც მას აუსრულეს კიდეც. მაიკო მიქაბერიძესთან შეხვედრა ფერაცახში უბრალოდ არ დასრულებულა. როგორც აღმოჩნდა, ბატონ სანდროს გარესამყაროს რეაქცია მისი და მაიკოს ურთიერთობის შესახებ მოსვენებას დიდხანს არ აძლევდა. ამიტომაც საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას მან პირადი შეკითხვებისგან თავი ვერაფრით შეიკავა. რა გინდაო საერთოდ? საბოლოოდ სანდრომ გადაწყვიტა ყველაფერი თავადვე გაერკვია თამაშიდან გამოსვლის შემდეგ. ქალბატონმა ნატამ კი იფიქრა უთანხმოებისა და გაუგებრობისთვის ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი და ასეც მოიქცა. ამასთან სახლში შეტანილმა წითელმა ღვინომ ნატას მეტი სითამამე შემატა და მაიკო მიქაბერიძეს მომავალი დანათესავების შესახებაც დაეკითხა.
მე ჯვარე რო ვარ ხო წინააღმდეგი ხო არა ვიცი ერთ ამას სოს მინდა გიხოწები წინააღმდეგი ხო არ ხარა სანდრომ იმდენჯერ ახსენა 23-ის კი არა 3 წლის გავხდიო რომ მისი და დანარჩენი მოთამაშეების გასამხიარულებლად ფერადსახს მაესტროს წამყვანი წუნაც კი ესტუმრა როგორ აჭამე შენ ხინგალი ბატონ მამუკას ული მოდი სანდროს ნურაფერს უნდა აბრანა პირიქით მოვართხათ მაგარიტაშიც მიულოცოთ კიდევ ერთხელ გვიან ღამით ძეიმი დასრულდა სანდრო ჟღენტი კი სერიოზულად ჩაოფიქრდა საკუთარ გრძნობებს ყველამ შე ეგ მაგაზე არ ნერვიულ არ მინდა რა ეგრე ხო კარგი გოგო მაი არა კი იმისთვის რომ დამატებითი საკვები მოეპოვებინათ ამტანური 6-ეული წამყვანის მიერ ფერადსახში შეტანილ კარტოფილს აი ასე ვწქმნიდა გაფრთხილი უნდა იყოს ბოლომდე. იმის გამო რომ სანდრომ და ნატამ სახლში შეტანილი წერილები დაუკითხავად წაიკითხეს, წამყვანმა მათ სააბაზანოში არც თუ ხანმოკლე პატიმრობა მიუსაჯა. სააბაზანოში კი ორ ამტან შორის აი ასეთი სცენები იმართებოდა. Мимо красного яблока заката, облака из неведомой страны к нам спешат и опять бегут куда-то. ტრადიციულად პარასკევს ფერადის სახლის მცხოვრებ ექსოლოს მუსიკალური სტუმრები ჰყავდა. ვიდრე ლექსენსა და ბიგთიკოს მოусმენდნენ, მანამდე ორივე რეპერს ამტანებმა ხალხური შემოქმედება წარუდგინეს. სამხატვრო ხელმძღვანელ ნათია ბუცხრიკიძის ერთკვირიანმა მუშაობამ ამტანებში შედეგი ნამდვილად გამოიღო. შაბათს ამტანებმა კიდევ ერთი დავალება მიიღეს. მამუკა ღლონტის მითითებით მთელი დღის განმავლობაში ნათია ბუცხრიკიძეს უნდა ედირიჟორა, ნატა გულიაშვილს უნდა ეყვირა, გვანცას ეცინა, აჩიკო ლაპიაშვილს უნდა ემღერა, ირაკლის კი ლექსები უნდა ეთქვა. ამასთან სანდრო ჟღენტი წამყვანმა ნატას ხელქვეითად დანიშნა. დანარჩენი ორი გოგონას მომსახურეობა კი აჩიკომ და ირაკლიმ გაინაწილეს. მალე ექვსეული გუდვილში ერთად წავიდა. ჰიპერმარკეტიდან დაბრუნებულ სანდრო ჟღენტს კი აი ასეთი რამ შეემთხვა. That's
ტრადიციულად შაბათ საღამოს განმარტოების ოთახში ამტანებმა ერთმანეთს მორიგი განაჩენი გამოუტანეს. როგორც მოსალოდნელი იყო, გოგონების კვირაში მთავარი ბრძოლა ნატა გულიაშვილსა და გვანცა პაპუაშვილს შორის უნდა გამართულიყო და ასეც მოხდა. თუმცა თამაშს არც ნათია ბუცხრიკიძე ჩამორჩა. საბოლოოდ ხმები ასე განაწილდა სამივე გოგონამ გაგდებაზე ორ-ორი ხმა მიიღო. რადგან იმუნიტეტი ამ კვირაში ნატა გულიაშვილს ჰქონდა, თამაში მის მიერ დასახელებულმა გვანცა პაპუაშვილმა დატოვა. ამ კვირას ფერად-სახლში უკვე 5 მონაწილე დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაში ყველაზე დაძაბულ ეტაპზე გადადის.